მოცემულ შემთხვევაში განვიხილოთ კენიის მოსახლეობა, დემოგრაფიული ვითარება და შესაძლებელი პერსპექტივები დემოგრაფიული განვითარების. კენიის მოსახლეობის რაოდენობა ძალიან სწრაფად მატულობდა. 1980-იანი წლების მეორე ნახევარამდე თითქმის. შემდეგ მოსახლეობის რაოდენობის მატება ნელდება, თუმცა სადღეისოთად საგრძნობია. მოსახლეობის რაოდენობის ფორმირების ძირითად კომპონენტს მნიშვნელოვან წიგნად ბუნებრივი მატება წარმოადგენს. კენიის მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლისათვის 1950 წელთან შედარებით თითქმის 7-ჯერ გაიზარდა და პროგნოზებით 2050 წლისათვის კიდევ გაორმაგდება. ერთი საუკუნის განმავლობაში, ანუ 1950 წლიდან 2050 წლამდე კენიის მოსახლეობის რაოდენობა 14-ჯერ შეიძლება გაიზარდოს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ხედავთ ცხრილში, რომ 1950 წელს კენიის მოსახლეობის რაოდენობა 6 მილიონი იყო, ხოლო 2050 წლისათვის გაეროს ექსპერტების პროგნოზით 85 მილიონს გადააჭარბებს. პროგნოზის საშუალო ვარიანტზეა საუბარი. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი საკმაოდ დაბალია. იმავე ცხრილში ვხედავთ ამას ჩვენ. ასაკობრივი შემადგენლობის მიხედვით კენიის მოსახლეობა ახალგაზრდაა და პროგრესული ტიპის. მოსალოდნელია, რომ მხოლოდ 2040 წლისათვის გახდება კენიის მოსახლეობა სიბერის კარიბჭეზე მყოფი და ასეთად დარჩება საერთოდ განსახილველი პერიოდის ბოლომდე. შობადობა, რომელიც ისედაც ძალიან მაღალი იყო 1960-70-იან წლებში კიდევ უფრო გაიზარდა. შემდეგ პერიოდში შეიმჩნევა შობადობის შემცირება, თუმცა ის სადღეისოდაც საკმაოდ მაღალია. საკმარისია ითქვას, რომ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 5-ის ფარგლებშია. შობადობის არსებული დონე სავსებით უზრუნველყოფს თაობათა ინტენსიურ განახლებას. მომავალში მოსალოდნელია შობადობის შემდგომი შემცირება. მიუხედავად ამისა, განსახილველი პერიოდის ბოლოში შობადობის დონე საკმარისი იქნება თაობათა განახლებისათვის. მოკტაობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ მოკტაობის საერთო დონე უგულისხმოდ ვიმეორებთ მოსახლეობის 1000 სულზე გარდაცვლილთა რაოდენობას. კენიაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა 1995-2000 წლებში მისი სიდიდე წინა პერიოდთან შედარებით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ მომავალში მოკტაობის საერთო დონის კლებას ისევ ექნება ადგილი, პრაქტიკულად განსახილველი პერიოდის ბოლომდე. თვითონ მოკტაობის ძალიან მაღალი დონე, რომელიც იყო 1950-იან, 60-იან და 70 წლამდე აღემატებოდა, კლების ტენდენციით ხასიათდება. 1995-2005 წლების პერიოდში წინა წლებთან შედარებით ის რამდენადმე გაიზარდა, თუმცა შემდგომ ისევ იწყებს კლებას. მიუხედავად ამისა, ჩვენთა მოკტაობა სადღეისოდ საკმაოდ მაღალია, პრაქტიკულად 20-ჯერ მაღალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. პროგნოზებით მომავალში მოსალოდნელია ჩვენთა მოკტაობის მნიშვნელოვანი კლება. მიუხედავად ამისა, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით 2050 წლისათვისაც კი ის მაღალი იქნება. სიცოცხლის ხანგრძლივობის ზოგადი ტენდენცია მის ზრდაში გამოიხატება, თუმცა 1985-1995 წლებში მოხდა მისი სტაგნაცია,
ხოლო 1995-2005 წლებში ისევ კლებას ჰქონდა ადგილი. შემდეგ პერიოდში სიცოცხლის ხანგრძლივობა ისევ მოიმატებს, თუმცა სადღეისო და უახლესი 10 წლის განმავლობაში ის მაინც უფრო ნაკლები იქნება, კიდაც ვიდრე 1990-იან წლებში იყო. მოსახლეობის მაღალი ბუნებრივი მატება, ჩვენ ხედავთ ცხრილში ძალიან მაღალ ბუნებრივ მატებას, პრაქტიკულად, რომელიც 1960-80-იან წლებში კიდევ უფრო იზრდება, შემდეგ პერიოდში ის თანდათან კლებულობს, თუმცა სადღეისოდაც საგრძნობია და მხოლოდ განსახილველი პერიოდის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი მისი რამდენადმე შემცირება. მნიშვნელოვნად დღევანდელთან შედარებით ორჯერ შემცირდება, მაგრამ მაინც საკმაოდ დონეზე იქნება ბუნებრივ მატებას გულისხმობ. თაობათა განახლების ინტენსივობის ცვლილებისა და შემცირების მიუხედავად, კენიაში მთელი განსახილველი პერიოდის განმავლობაში დამკვიდრებული იყო მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების რეჟიმი. ასეთი რეჟიმი შენარჩუნებული იქნება, ანუ მოსახლეობის აღწარმოების გაფართოებული რეჟიმი განსახილველი პერიოდის ბოლოსათვის. უნდა ითქვას, რომ ძალიან დაბალი მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა დროთა განმავლობაში მაღლდებოდა, უმჯობესდებოდა ვითარება, თუმცა ისევ ამ სავალალო 90-95 წლის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე იგი რამდენადმე გაიზარდა. მართალია, მომავალში მოსალოდნელია მისი შემდგომი ამაღლება. საერთაშორისო მიგრაციასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს მიგრაციის ინტენსივობა კენიაში არასოდეს ყოფილა მაღალი. მიგრაციის დადებითი სალდო შედარებით დიდი იყო 1995 წლებში, ხოლო უარყოფითი სალდო 2005-2010 წლებში. ვარაუდობენ გაეროს ექსპერტები, რომ სადღაც 2010-15 წლის პერიოდში მიგრაციის სალდო შემცირდება დღევანდელთან შედარებით და მისი სტაბილიზაციაც მოხდება სადღაც აბსოლუტური რიცხვებით თუ ნევჯერებთ 10,000-ის ფარგლებში, თუმცა ის უარყოფითი იქნება და შენარჩუნებული იქნება, ვიმეორებთ განსახილველი პერიოდის, ანუ 2050 წლამდე. დემოგრაფიულ გადასვლასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად კენია მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის მეორე ფაზაში იმყოფება, რომელიც პრაქტიკულად საკმაოდ ხანგრძლივი იქნება და 2000 პრაქტიკულად 50 წლამდე გასტანს. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობა შედარებით სწრაფად მატულობდა 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე. შემდეგ მოსახლეობის მატება მნიშვნელოვნად ნელდება. მოსახლეობის რაოდენობის ფორმირების ძირითადი კომპონენტი ბუნებრივი მატებაა. ახალგაზრდა მოსახლეობის წილი 1980-იანი წლებიდან მცირდება, თუმცა სადღეისოდაც საგრძნობია. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი საკმაოდ დაბალი იყო. აღნიშნული მაჩვენებელი სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის 2010 წლისათვის სიბერის კარიბჭეზე მყოფად შეიძლება მივიჩნიოთ. დემოგრაფიული დაბერების პროცესის შედეგად 2025 წლისათვის სამხრეთ აფრიკის მოსახლეობა დაბერების საწყის სტადიაში აღმოჩნდება. მაღალი შობადობის დონე 1960-იანი წლებიდან მცირდება. მიუხედავად ამისა, სადღეისოდ არსებული შობადობის დონე სავსებით უზრუნველყოფს თაობათა განახლებას. შობადობის შემდგომი შემცირების შედეგად
2010-იანი წლების ბოლოსათვის მისი დონე შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს თაობათა განახლებისათვის. ამასთან შობადობის დონე შემდგომ პერიოდშიც დაიკლებს. ყოველივე ამას ჩვენ ვხედავთ მოტანილ ცხრილში. მისი სტაბილიზაცია უბრალოდ მოსალოდნელია 2050 წლის წლიან პერიოდებში, მაგრამ ვიმეორებთ ისევ მოსახლეობის აღწარმოებისათვის არასაკმარის დონეზე. მოკვდაობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა. მოკვდაობის საერთო დონე კლებას განიცდიდა, თუმცა 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან მას ზრდის ტენდენცია ახასიათებს. მოსალოდნელია, რომ 2010-იანი წლების შუა პერიოდიდან მოკვდაობის საერთო დონე თანდათანობით და უმნიშვნელოდ დაიწყებს შემცირებას. ჩვილთა მოკვდაობის მაღალი დონე 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე კლებულობს, შემდეგ რამდენადმე იზრდება და მხოლოდ ბოლო პერიოდში ისევ იწყებს კლებას. სადღეისოდ ჩვილთა მოკვდაობის დონე მაღალია, თუმცა მომავალში მოსალოდნელია მისი შემცირება. სიცოცხლის ხანგრძლივობა 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე იზრდებოდა. 1995-2010 წლების პერიოდში ის მცირდებოდა, ხოლო 2000 წლის შემდეგ პროგნოზებით მოსალოდნელია სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა. მიუხედავად ამისა, გაეროს ექსპერტების პროგნოზებით მხოლოდ 2050 წლისათვის სიცოცხლის ხანგრძლივობა უმნიშვნელოდ გადააჭარბებს დონეს, რომელიც 1990-95 წლების პერიოდში იყო. ნეგატიური მოვლენები მოკვდაობის საერთო დონეში, ჩვილთა მოკვდაობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაში გამოწვეულია აივ-შიდშის გავრცელებით. სამხრეთ აფრიკაში აივ-შიდშით დაავადებულია 6 მილიონამდე ადამიანი. აივ-შიდშის მაჩვენებელი მაღალია და 18%-ს აღემატება. აივ-შიდსი დავამატებთ, რომ ძირითადად გავრცელებულია შავკანიან მოსახლეობაში. მოსახლეობის ბუნებრივ მატებასთან და აღწარმოებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ბუნებრივი მატება 1950-1985 წლების პერიოდში მაღალი იყო, თუმცა ცვალებადობას განიცდიდა და მერყეობდა 25 პრომილის ფარგლებში. შემდეგ პერიოდში ის შემცირებას იწყებს და კლების ეს ტენდენცია უმავალშით გაგრძელდება. თაობათა განახლების ინტენსივობის კლების შედეგად 2010-იანი წლების ბოლოს მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების რეჟიმი შესაძლებელია შეკვეცილით შეიცვალოს. ასეთია გაეროს ექსპერტების ვარაუდი. სადღეისოდ არსებული შობადობის დონე შესაძლებლობას იძლევა მოსახლეობის მცირე ზომით აღწარმოებისა და ახლოსაა მარტივ აღწარმოებასთან. მიგრაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო მიგრაციას გულისხმობთ განსახილველი პერიოდის დასაწყისიდან 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი იყო მიგრაციის დადებითი სალდო. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ქვეყნა გასულების რაოდენობამ გადააჭარბა შემოსულებისას. 1990 წლებიდან დღემდე ქვეყანაში შემოსულების რაოდენობა მნიშვნელოვნად აწარბებს უკვე გასულებისას. დემოგრაფიულ გადასვლასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის პირველი ფაზა 1985-1980-იანი წლების პერიოდში იყო, რომელიც 1985-95 წლებში მეორე ფაზამ შეცვალა. ფაზათაშორისი პერიოდის, რომელიც 1995
2000-იან წლებს მოიცავდა, შემდეგ 2000-იანი წლების დასაწყისიდან ხდება მესამე ფაზაზე გადასვლა, რომელიც დღემდე გრძელდება.